და საბოლოო ჯამში, როგორც ხედავთ, მაინც მომიწია მის დაშლა. 190-ზე მაქვს საუბარი, ფეჩის აი სალნიკმა გაუშვა ორი მხრიდან, სალონში წვეთავდა ანტიფრიზი და ამიტომაც მომიწია მთლიანად სალონის დაშლა და ბარემ შევამოწმე რადიატორი ნორმალურია, უბრალოდ გავრეცხავ, შემოვრეცხავ სალნიკები ვიშოვე ახალი და მას დავაყენებ ეხლავე. ბარემ სანამ აქვართ აქ რაღაცებს გავწმინდავ ამ რაღაცებს. მაინც ახალი მანქანა არ არის, როგორც იცით, 93-იანია და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაც პროცესი არც თუ ისე რთული იყო. მაინც ძველია, რაღაც პლასმასები და რაღაცები არის ცოტა მორყეული, ცოტა ფრთხილად უნდა იყო და რო არ გატეხო და ასე შემდეგ მოკლედ. ვინც აპირებთ, ჯობია მზიანი ამინდი გამონახოთ, თუ სამთარ შეაკეთებთ, იმიტომ რომ მაგერ ერთ დღეში დავშალე და მეორე დღეს ვიშოვე სალნიკი და დღეს უკვე ცოტა ცუდი ამინდია და წვიმასაც იწყებს უკვე. არ ვიცი, მედია დღეს ყველაფერს ავაწყობ უკან, არ ვიცი, ხა თედოს ველოდები. თედო უნდა მოვიდეს, მომეხმარება ამის აწყობაშიც და Subaru motorში უნდა ავიდეთ, თედოს მანქანასთან ერთად, ანუ Sky უნდა დავბრალოთ იქ, იმიტომ რომ აკეთებს საკმაოდ საინტერესო რაღაცას. ECU Masters ყიდულობს, ან ECU Masters, როგორც ჩვენთან ეძახიან, მოკლედ ECU Masters ყიდულობს და მაგის დაყენება უნდა. ხო, თედოს Mazda-ში ვარ მოკლედ და რა მანქანა მიყავს ახლა Sky Subaru motorში რა დავტოვოთ. და ნახოთ რა, იქ და სიტუაცია. აუსაღო. ხო, და ისეთი შეგრძნება მაქვს, თქო, თითქოს თედო ამ Mazda-ზეც დიდი ტურბო დააყენა. და მოკლედ რა ვიცი, მეორეთი რო ვაჭერ კაი ხანი თითქოს სპულს ელოდებიო და მერე მიდის მანქანა. ძალიან უცნაური გზნობაა ახლა. გინ თედოს კაი გიტარებია და გინდეს მანქანა რა. ცოტა გვიან მოაქვს, მაგრამ Antirua gzevit și ce mai greu. Da. Ais ichiko ruavarchi, gavarchi. Ichikos romalave nega. როგორც გავიგეთ, Lambo არ არის. Lambo არ არის, no, 300 ZX. Turbino. ისვაპება 26 დეტი. ფიტმენტი გაიგე, ხო? სასწაული. ეს დისკი ძალიან პოპულარულია, ყველა მანქანას დგება ხოლმე აქეთ-იქით. ეს მაშინ რო გეყენა, ხო? ყველა შორის Z-ის დისკებია. ზრავი წესით ხო ჯერ სტოკი იქნება, არ ვიცი. ჩემი ძმა და მეგობარი როგორც გადაწყვიტოს. იმედი არ ეწყინება ხოლმე. არა, არ ეწყინება, ხო. ამ მანქანის პატრონი ჰეშტეგი დაეწერება ალბათ და. Instagram-ზე. სიახლე არის შენთან რამე? ჩემთან ჯერ არა, მაგრამ იქნება. Alexa, ki benzonasosi ვიყიდე, რეიკა ვიყიდე, ინჟექტორები უნდა შევუკვეთოთ და მე უნდა დავაყენო ყველაფერი და მე ბუსს მომატოთ და მე კაროპკა უნდა გავისროლო. ხიდი ჩამომივიდა და ხიდი უნდა დავაყენო მალე. ტორსენ. კიდევ ECU Masters-ზე მოვიდე. როგორ ხნა? შენ ხო ECU Masters-ზე ხარ? კი. რატო? მიტავა. აი, რატო ECU Masters? ხო, მოკლედ, მარტივია, იაფია ძალიან. რავი, ყველა პონჩი კაია რა. მაგის გარდა, ანუ ყველაფრის კონტროლი გაქვს, სენსორებს დააყენებ, დააერთებ. დაცული ხარ ყოველ შემთხვევაში. ვორნინგების თემა არის. კი, ვორნინგების თემაც აქვს, ხო. მაგ მხრივ უსაფრთხოა რა. ოკეი, რა ხან თედო მაგას მოიშორებს და ესეც ზოგადად იქნება ხო ECU Masters. თან მარტივად იმართება ხო წესი? კი, ანუ. ინტეგრირებით. პროფესიონალები ყავს.
თავარი თემა რაც არის. ამასობაში და ჯერიც მოვიდა. თავარი თემა რაც არის, მანქანას სტოვებ და ნახადო მითხავს, ანუ ეგ ყველაზე დიდი კომფორტია. რატო ეგ მასა? რატო? რავი, თავის ფასში საუკეთესო ვარიანტი არის და უამრავი ფუნქცია ქალაქში და ქალაქ გარეთაც რაც შეიძლება დაგჭირდეს, რავი, ტრასა გინდა, ის გინდა ლანჩი გინდა, ანტილაგი გინდა, სეიფები გინდა, ვორნინგები გინდა, რაც გინდა, ყველაფერი არის. ამასობაში აღნიშნე რომ რუჩნოი არის ჭერს. ხო, რავი, წვიმს ძალიან კაი სასრიალო ამინდია და სამწუხაროდ ჩემის კაიც გარაჟია, თედომაც აგერ ეხლა დატოვა მანქანა და ბიჭებიც ეხლა წავიდნენ. რავი, ხო, თედოს მანქანა აგერ ეხლა დავტოვეთ და წესით, დღესვე იქნებაო მზად, მე რასვე გადასჭირდება მანქანას, მაგრამ საერთო ჯამში, დავტოვეთ და რამდენიმე დღეში მოვაკითხავთ. ხო, ანუ ყველაფერი ნაყიდი მაქვს, მზად ვარ ყველანაირად, რაც დასამატებელია ისე თქვა, ხო, ანუ სენსორები, NOx სენსორები, ინტექის ტემპერატურის სენსორი, ყველაფერი აქვთ და დააყენებენ. ანუ არანაირი პრობლემა არ მაქვს. ბევრი მოინდომა მოკლედ ძალიან. ბევრი მოინდომა. სამსახურში მიდიოდა ცარიელი გზა დაინახა, ესი ეგრეთ წოდებული. ხო და რუსთავში შეეშალა. მოაქნია მანქანა, წავედი ზანოში და მერე მეორე რო გადაიტანა კონტრაზე. ხო, გაიქნია მოკლედ და ისე გამოვიდა რომ ავარდა პარლიურზე და იქვე ბოძი რაც იყო იმას ჩაეხუტა. ანუ არაფერი არ არის სერიოზული დაზიანება ზოგადად, რავი, როგორც ხედავთ აგერ რა. მაინც და მაინც ერთი არაფერი არ არის აქ და მოკლედ გადავწყვიტეო რომ მანქანა ავაწყო, თუმცა არ იცის რა სტილზე აწყოს და როგორ. ამიტომაც დაწერეთ ეხლა თქვენ რას ფიქრობთ, როგორ სტილზე ჯობია აწყოს. მოკლედ რას ფიქრობთ ეხლა დაწერეთ თქვენ როგორ სტილზე უნდა გააკეთოს თოკო მანქანა, ვაჩვენებ თუ მოეწონება ხო, კაი? და რა ვიცი. დაწერეთ რა რას ფიქრობთ. და ვიდეოს და ლაიქეთ ბარემ და გამოიწერეთ.